მოგესალმებით, ვარ დავით ჯაიანი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი და ჩვენ ეხლა ვასრულებთ სახელმწიფო შესყიდვების კურსს, გვექნება ბოლო ლექცია, სადაც წარმოგიდგენთ ელექტრონულ სერვისებს სახელმწიფო შესყიდვებში, კერძოდ კი მის პრაქტიკულ ასპექტებს, სად მოიპოვოთ საჭირო ინფორმაცია, როგორ გავაკეთოთ გარკვეული ქმედებები და ასე შემდეგ. სახელმწიფო შესყიდვებში ყველა დაინტერესებული პირისთვის დღე ყოველთვის უნდა იწყებოდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ პორტალიდან, რომელზეც შევდივართ შემდეგ procurement.gov.gr მისამართზე, ან იგივე არის spa.gt შეგვიძლია შევიდეთ. ამ საიტზე, ამ პორტალზე წარმოდგენილია ბევრი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი არის ნებისმიერ დაინტერესებული პირისთვის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხშირად ეშლებათ ხოლმე ოფიციალური პორტალი და ელექტრონული სისტემა, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა. ეს ორი განსხვავებული თემა არის. საინფორმაციო პორტალი ოფიციალური სხვა რამე არის, ხოლო ელექტრონული სისტემა უკვე თვითონ შესყიდვების პროცედურები, სადაც ხდება ის სხვა მისამართი, ასაც განახებთ მოგვიანებით. პირველ რიგში საიტზე შემოსვლისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ეგრეთ წოდებულ ფარდას, რომელიც აი ზემოდან ამოდის ჩვენს ოფიციალურ ვებ პორტალზე, სადაც ყოველთვის განთავსებულია ყველაზე აქტუალური და ოპერატიული ინფორმაცია, რაც გვინდა რომ ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ. საკმაოდ ინფორმატიულია ხოლმე და ინფორმაციაც ბევრია ამ ფარდაში, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ხშირი არის სიახლეები და ოპერატიული ინფორმაცია. აუცილებლად უნდა გავეცნოთ ამ ინფორმაციას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქმის კურსში ვიყოთ, რა ხდება სახელმწიფო შესყიდვებში. მისი მოწყობა არის დაფუძნებული უფრო გამოყენებად და მნიშვნელოვან სერვისებზე კონცენტრაციისათვის, ანუ რას გულისხმობ, ყველაზე გამოყენებული სერვისები, გამოყენებადი სერვისები თავმოყრილია ზევით არეალში და ასე ვთქვათ პრიორიტეტის მიხედვით უკვე ჩამოვდივართ ქვევით. კერძოდ, მაგალითად ელექტრონული სისტემა, რაზეც ვისაუბრეთ, ვთქვათ, შეგვიძლია გადავიდეთ, ეს უკვე ცალკე ელექტრონული სისტემა სახელმწიფო შესყიდვების, სადაც ბევრი იყენებს მასზე გადასასვლელად ჩვენი ოფიციალური ვებ პორტალიდან ლინკს, რომელიც განახეთ ახლა, თუმცა პირდაპირაც შეგვიძლია ეს მისამართი ავკრიფოთ და პირდაპირ შევიდეთ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში, საერთოდ რომ არ შევიდეთ ოფიციალურ ვებ პორტალზე მის უმისოთაც. ჩვენ სისტემაში სამუშაო არეალი არის მხოლოდ აი ეს ნაწილი, ანუ დინამიური ნაწილი არის მხოლოდ ეს, დანარჩენი სტატიკურია, ანუ შესაბამისი ღილაკის დაჭერისას აქტიური არეალი არის მხოლოდ აი ეს ნაწილი. წამოვყვეთ ზემოდან, ანუ ელექტრონული სისტემა უკვე გაჩვენეთ, როგორც ხდება გადასვლა ელექტრონულ სისტემაზე. შემდეგი რუბრიკა არის კონსოლიდირებული ტენდერები, სადაც თავმოყრილი არის სრული ინფორმაცია კონსოლიდირებული ტენდერების შესახებ, რაზეც ამ ეტაპზე არ შევჩერდებით. ასევე არის მაგალითისთვის დავების საბჭო, სადაც ასევე თავმოყრილი არის ამომწურავი ინფორმაცია დავების საბჭოს შესახებ. გვაქვს შესყიდვები დონორების სახსრებით, ესეთი რუბრიკა. ხშირად ეშლებათ მოგეხსენებათ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში გვაქვს ცალკე მოდული შესყიდვებისთვის დონორების დაფინანსებით და ეს არის მხოლოდ განცხადებების არეალი ჩვენს ოფიციალურ საიტზე, სადაც ის დონორები, რომლებიც არ ახორციელებენ შესყიდვებს ჩვენი მოდულის საშუალებით, ელექტრონული მოდულის საშუალებით, უბრალოდ აი აქ ინფორმაციისთვის და დაინტერესებული პირების
ინფორმირებისათვის ათავსებენ მოწვევას შესყიდვაზე, თქვათ მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას, ასევე განხორციელების შესახებ ინფორმაციას, რაც ასევე საინტერესო არის ბევრი მომხმარებლისათვის. თუმცა როგორც აღნიშნე, განსხვავება არის, ეს არის უბრალოდ განცხადებები, არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს. უბრალოდ განცხადებებია, პროცედურები მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სპეციალურ მოდულში. ასევე აქ გვაქვს ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის სატესტო ვერსია. გარდა ფარდა შეტყობინებაში, სადაც ყველაზე აქტუალური ინფორმაცია, პირველ გვერდზე შესვლისას გამოდის უკვე სიახლეების სიმრავლე, სადაც ყველა სიახლეა თავმოყრილი, ანუ როგორც აღმოჩნდა, ფარდაში არის ყველაზე ოპერატიული და სასწრაფო ინფორმაცია განთავსებული მნიშვნელოვანი, ხოლო ყველა სიახლე არის უკვე ამ არეალში განთავსებული. აქვე გვაქვს ესეთი რუბრიკა ბაზრის კვლევა, სადაც შემწყიდველი ორგანიზაციები იყენებენ ამ სპეციალურ სერვისს მათთვის, რომელიც ჩვენს პორტალზე არის ხელმისაწვდომი და აქ ანთავსებენ თავიანთ ბაზრის კვლევას, ანუ რეალურად მოწვევას მიმწოდებლებისათვის, რათა მიიღონ მონაწილეობა ბაზრის კვლევაში, წარადგინონ თავის წინადადებები, შესთავაზონ თავიანთი შენიშვნები თუ კი ასეთი აქვთ, მაგალითისთვის რომ შევიდეთ, ვთქვათ, ესეთი ბაზრის კვლევა, სადაც უკვე ჩამოთვლილია. აქ მინდა აღვნიშნო, რომ თვითონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო არ მონაწილეობს აი ამ ინფორმაციის ფორმირებაში, უბრალოდ ეს ჩვენ სივრცე გვაქვს ჩვენი შემწყიდველებისათვის, რათა როგორც დამატებითი სერვისი განათავსონ ეს ბაზრის კვლევები და შესაბამისად, მხოლოდ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის აქ წარმოდგენილი. თავის საკონტაქტო პირებით, დეტალური აღწერით, რისი მოკვლევა სურთ. სააგენტოს შესახებ კლასიკურად, როგორც ყველა ორგანიზაციას, დეტალური ინფორმაცია არის განთავსებული ამაზე. არ დავხარჯოთ, რომ შემდეგი რუბრიკა არის სასწავლო ცენტრი. სადაც მოტანილი არის ყველანაირი დეტალური ინფორმაცია სასწავლო ცენტრის შესახებ, მათ შორის სახელმძღვანელოები, ტრენერების შესახებ ინფორმაცია, ტრენინგების გრაფიკი, კალენდარი და ასევე არის შემწყიდველებისათვის დეტალური ინფორმაცია არის თავმოყრილი სასწავლო ცენტრის შესახებ და ასევე უკვე მსურველთათვის, როგორც მოგეხსენებათ, შემწყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლები გადიან ტრენინგს ჩვენს სასწავლო ცენტრში. აქ არის უკვე სპეციალური მოდული, სადაც მათ შეუძლიათ ელექტრონულად გაიარონ შეავსონ ეს ინფორმაცია მოთხოვნილი, ელექტრონულად გაიარონ რეგისტრაცია კურსზე ჩასაწერად, რის შემდეგაც სასწავლო ცენტრის თანამშრომლები დაუკავშირდებიან მათ და უკვე შესთავაზებენ ადგილების მიხედვით, რომელ კურსზე შეუძლიათ ჩაეწერონ, რომელ ნაკადზე მოხვდებიან და როდის გაივლიან კონკრეტულად ტრენინგს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რუბრიკა არის მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები. ეს ინფორმაცია ძალიან საინტერესო არის როგორც შემწყიდველი ორგანიზაციებისთვის, ასევე მიმწოდებლებისთვის, ბიზნესის წარმომადგენლობისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რუბრიკა არის ხშირად დასმული შეკითხვები. აქ არის 350 ხშირად დასმული შეკითხვა თავის პასუხთან ერთად. თავმოყრილი არის ძალიან დროის განმავლობაში ჩვენთან შეგროვილი ხშირად დასმული შეკითხვები და შესაბამის პასუხები და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირებისათვის, ნებისმიერ შემწყიდველებისთვისაც და მიმწოდებლებისაც ძალიან საინტერესოა, დალაგებულია თემატურად და ნებისმიერ საინტერესო თემაზე ნაცვლად იმისა, დრო დაკარგონ და თქვათ ეძებონ მისი გადაწყვეტა ან დარეკონ ჩვენს ცხელხაზზე, ნაცვლად ამისა შეუძლია შევიდეს აქ და ნახოს ძალიან მარტივად, აი ელემენტარულად მაგალითისთვის ვთქვათ, გარანტია და საფასურში შევიდეთ. ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა პირველივე, ვთქვათ, აუცილებლად რომელიმე ბანკის უნდა იყოს ეს ბარათი გაცებული, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბანკის ბარათით შეიძლება ამ გადახდის განხორციელება.
ასევე ხშირი შეკითხვა იყო ხოლმე, მაინც და მაინც ბიზნეს ბარათი უნდა მქონდეს კომპანიას, რომ ამითი გავაკეთო, გადახდა განახორციელო და მივიღო მონაწილეობა. არა, რა თქმა უნდა. ეს ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი. და ეს არის მაგალითისთვის, უამრავი საინტერესო ინფორმაცია არის აქ თავმოყრილი. და უკვე გავიაროთ დეტალურად სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში რა ხდება. ამისათვის გამოვიყენებთ, მოგახსენებთ უკვე, რომ ვიყენებთ სატესტო სისტემას, რომელიც არის ზუსტი ასლი მოქმედი ელექტრონული სისტემისა და აი აქ უკვე ბევრი რაღაც ნახვა შეგვიძლია, ისე რომ სისტემაში არ შევიდეთ და რაიმე არ შევაფერხოთ. პირველ რიგში, როდესაც სისტემაში შემოვდივართ, არის ესეთი ინტერფეისი და ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისები განთავსებულია ზევით, ღილაკების სახით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის დეტალური ძებნა. ანუ სახელმწიფო შესყიდვებში მოგეხსენებათ, თითოეულ შესყიდვას აქვს უნიკალური ნომერი, რა თქმა უნდა, და იმისათვის, რომ რაღაც ქმედება განვახორციელოთ სახელმწიფო ელექტრონულ სისტემაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გვჭირდება კონკრეტული შესყიდვა. ამ კონკრეტული შესყიდვის მოძებნისათვის გვაქვს აი აქ მარცხნივ ძალიან მულტიპარამეტრული ძებნის დეტალური ველები, შეგვიძლია ერთი ან რამოდენიმე ან ყველა პარამეტრით მოვძებნოთ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია. თუ ტენდერის ნომერი ვიცით, უკვე შეგვიძლია პირდაპირ ტენდერი მოვძებნოთ იმ ნომრით. შეგვიძლია შემსყიდველით, მიმწოდებლით, სხვადასხვა სტატუსებით, კლასიფიკატორით, თანხით, ძალიან ბევრი პარამეტრით ნებისმიერ საჭირო ინფორმაციას შეგვიძლია მივაგნოთ ძალიან მარტივად. რაც შეეხება ზევით განლაგებულ ღილაკებს, სერვისებს, ეს ახლა ჩვენ შესული ვართ უკვე შემსყიდველის პროფილით, განსხვავდება ბუნებრივია შემსყიდველისა და მიმწოდებლის პროფილები, მცირედით, მაგრამ მაინც განსხვავდება. განსხვავებული არის ის, რომ აქვთ ახალი შესყიდვის განხორციელების საშუალება შემსყიდველებს, სადაც დაჭერის შემთხვევაში ირჩევენ უკვე შესაბამის შესყიდვის ტიპს და აგრძელებენ პროცედურას და ასევე პროექტები. დანარჩენი პრინციპში იგივეა. მოკლედ მიმოვიხილოთ თითეული მათგანი შესყიდვები დღეს ეს არის ისეთი შესყიდვები, რომლის წინადადების მიღების ვადა დღეს იწურება, ანუ ბოლო წარდგენის ვადა დღეს არის, ну ხა სატესტო სისტემაა და ამ შემთხვევაში ცარიელი გვაქვს აქ. ეგრეთ წოდებული CMR მოდული, ასევე გამარტივებული შესყიდვების მოდული, ეგრეთ წოდებული SMP. გვაქვს კონსოლიდირებული ტენდერების მოდული გვექნება, ელექტრონული გეგმების მოდული, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შემსყიდველებისათვის, შესყიდვების განხორციელებისას, ასევე მიმწოდებლებისთვის, სადაც შეუძლიათ ნახონ თითეული შემსყიდველის და ასევე მთლიანობაშიც მოიძიონ რომელ, თქვათ, მათთვის საინტერესო თემაზე, ვის აქვს დაგეგმილი შესყიდვა, როდის, რა მასშტაბით და ასე შემდეგ. ასევე გვაქვს რანჟირების მოდული, სადაც გარკვეული პარამეტრებით ხდება მიმწოდებლების რანჟირება, შეგვიძლია რჩეულების ფუნქცია არსებობს ესეთი, ინტერნეტ ბრაუზინგში ფავორიტებს რომ ვეძახით, მისი მსგავსი, ანუ მოინიშნონ მათთვის ძალიან საინტერესო შესყიდვები, რომ მალე მოიძიონ. გვაქვს მომხმარებლების ესეთი სერვისი, სადაც შეგვიძლია ინფორმაცია მივიღოთ სახელმწიფო შესყიდვებში დარეგისტრირებული ნებისმიერი მომხმარებლის თაობაზე. იქნება ეს შემსყიდველი, მიმწოდებელი თუ პრეტენდენტი შემსყიდველობაზე, შეგვიძლია მოვიძიოთ ორგანიზაციის დასახელებით და ასევე საიდენტიფიკაციო კოდის მეშვეობით. მნიშვნელოვანია თითოეულ ორგანიზაციას ეს მიმწოდებელი იქნება თუ შემსყიდველი, რა თქმა უნდა, გააჩნია მისი პროფილი სისტემაში. ეს პროფილი არის განკუთვნილი იმისათვის, რომ მართოთ ჩვენი ანგარიშები, ვინც რომელმა მომხმარებლებმა იმუშაონ სისტემაში და რა უფლებებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მომხმარებლები იყოს განაწილებული რეალურად, ვინც მუშაობს სისტემაში იმათზე. ყველას ეხება ეს, რა თქმა უნდა, როგორც შემსყიდველებს, ასევე მიმწოდებლებს და უნდა მოვერიდოთ ერთი მომხმარებლის სახელით და პაროლით, რომ სარგებლობდეს, თქვათ, რამოდენიმე პიროვნება, ან თქვათ, რომელიმე თუ დატოვებს სამსახურს და მისი პროფილით აგრძელებს
სხვა ადამიანი ქმედებებს და არანაირი ცვლილება პროფილში არ არის შეტანილი. ეს არ არის სწორი და მიუღებელია ყველა პიროვნებას თანამშრომლს, რომელიც მუშაობს სისტემაში, რა თქმა უნდა, უნდა ქონდეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი, თავის გარემო, ეს გამორიცხავს მინიმუმამდე დაიყვანს შეცდომებს, შეგვეძლება კონტროლი უკვე თითოეულ ქმედებაზე, ვინ რა შეასრულა და ბევრად გაგვიმარტივებს ჩვენს საქმიანობას. ეხლა მინდა გესაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რაც შეეხება შესყიდვების ტიპებს. უკვე გამოცდილი მომხმარებლები იცნობენ და ახალბედებისთვის საინტერესო იქნებათ, ასევე ბევრი ბოლომდე ვერ ფლობს ამ განსხვავებებს და მინდა მოგახსენოთ აი ამ შესყიდვების ტიპებთან დაკავშირებით რა სხვაობაა თვითონ პროცედურებში. ანუ ეს ყველა არის შესყიდვის პროცედურა, შესყიდვის ტიპი, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა შემთხვევებში შემსყიდველები. ამ რომელი პროცედურა გამოიყენოს, რომელი ტიპი შემსყიდველი, უკვე თავიანთი კონკრეტული საჭიროებებიდან შესყიდვის საგნის, მისი სპეციფიკაციების თუ სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით ისაზღვრება თვითონ საზღვრავს შემსყიდველი, რომელი გამოიყენოს, რომელი შესყიდვის ტიპით მიიღებს უკეთეს შედეგს, საუკეთესო შედეგს. და ეხლა რა განსხვავებებია მაგალითისთვის ეგრეთ წოდებული SPA ელექტრონული ტენდერები, ეს არის პირველი ტიპი შესყიდვის, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის შექმნისას იყო დანერგილი პირველი, მხოლოდ ეს პროცედურა იყო მაშინ, რაც გულისხმობს ეგრეთ წოდებულ რევერსულ აუქციონს, ანუ მიმწოდებლები ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ, წინადადების წარდგენის შემდეგ უკვე ვაჭრობენ, ანუ შეუძლიათ შეამცირონ ფასი და უკვე შესაბამისად ყველაზე დაბალი ფასის მქონე იქნება უკვე გამარჯვების პირველი პრეტენდენტი. აქ მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, რომ ამ პროცედურაში როგორც კი დამთავრდება ძირითადი დრო წინადადების წარდგენის ვადა, როგორც კი ამოიწურება, საჯარო ხდება რაოდენობა მიმწოდებლების და მათი ფასები, ხოლო მათი ვინაობა უცნობია. როდესაც დასრულდება უკვე რევერსული აუქციონი, ვაჭრობა, მერე უკვე საჯარო გახდება ყველა მონაწილის ვინაობა და დასახელება. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ NAT tenders, ეს არის ვაჭრობა აუქციონის გარეშე დაფარული მონაცემებით. ეს უკვე პოპულარობით აჭარბებს SPA tender-ებს. აქ რა ხდება? ამ შემთხვევაში უკვე მიმწოდებლებს შეუძლიათ თავიანთი წინადადების ერთხელ დაფიქსირება და ძირითადი დროის ამოწურვამდე მხოლოდ ერთხელ შემცირება ამ ფასის. ამის შემდეგ, როგორც კი ამოიწურება წინადადების მიღების ვადა, გამოჩნდება არა ყველა, როგორც SPA ტენდერების შემთხვევაში იყო. გამოჩნდება მხოლოდ საუკეთესო დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის ვინაობა. ამის გარდა ამ ელექტრონულ ტენდერში შემოსულეს, ანუ მონაწილეობს სხვა პრეტენდენტი, რამდენია, რას გვთავაზობს, ეს არ არის ცნობილი ამ ეტაპზე. ეს ყველაფერი გახდება საჯარო მხოლოდ და მხოლოდ უკვე, როდესაც დაიდება კონტრაქტი, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უკვე გაიხსნება ყველა მონაწილის სატენდერო წინადადება, ვინაობა და ფასები. შემდეგი გვაქვს კონსოლიდირებული ტენდერები. კონსოლიდირებულ ტენდერებსაც შეეხება, აქ შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია უკვე სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით. გვაქვს კონკურსის ელექტრონული მოდული, რომელიც ერთ-ერთი უნიკალურია მსოფლიოში. კონკურსის საშუალებით ცხადდება მხოლოდ და მხოლოდ დიზაინთან, არქიტექტურულ ნამუშევრებთან, გეგმაგრაფიკებთან, სხვადასხვა დიზაინერულ ნამუშევრებთან დაკავშირებული შესყიდვები. ეს ამ შესყიდვაში, ამ კონკურსში არა მარტო ფასი თამაშობს მნიშვნელობას, განსხვავებით იმ ტენდერებისგან, სადაც თქვით, იქაც რა თქმა უნდა სპეციფიკაციებს და კვალიფიკაციას აქვს მნიშვნელობა, მარტო ფასი არ არის, მაგრამ თვითონ კონკურსის შერჩევა შეფასებისას საჯარო ხდება, როდესაც დასრულდება წინადადების წარდგენის ვადა, საჯარო ხდება ვინაობა მონაწილეების
მაგრამ ფასი არ ჩანს. ფასი არ იცის არც შემწყიდველმა შეფასებისას და კონკურსში შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა კლასიფიკატორები, კრიტერიუმები, როგორც თვლადი, ისე არათვლადი, რაც რა თქმა უნდა წინასწარ უკვე ჩამოყალიბებული და გაწერილია საკონკურსო წინადადებაში და აი ამის მიხედვით თითოეულ აი ამ კრიტერიუმს აქვს თავისი წონა და უკვე სისტემა აი ამ ჩვენს მიერ შექმნილი სპეციალური უნიკალური ალგორითმით უკვე გამოთვლის ვინ არის საუკეთესო აი ამ კონკურსში და აქ მთავარი არსი რა არის რომ გამომდინარე იქიდან რომ აი ამ შესაწყილი საგნის ვთქვათ ესთეტიური ხარისხობრივი ხარე არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც დაბალი ფასი იყოს გადამწყვეტი უკვე თვითონ ამ წონების მიხედვით შეიძლება მოხდეს ისე რომ საკმაოდ მაღალი ფასის პრეტენდენტმაც გაიმარჯვოს აი ამ კონკურსში ასევე გვაქვს ეგრეთ წოდებული ორეტაპიანი ტენდერი აქაც როგორც კონკურსში გვაქვს უკვე წონები თვლადი ოღონდ თვლადი კრიტერიუმის წინასწარ მინიჭებული წონებით რა თქმა უნდა ფასიც არის ერთ-ერთი კრიტერიუმი და ისევ სპეციალური ალგორითმის საშუალებით სისტემა გამოავლენს საუკეთესო ქულას რანჟირებას აკეთებს კონკურსშიც და ორეტაპიან ტენდერშიც და ამ რანჟირების ქულების საშუალებით უკვე გამოიყვანს საუკეთესო გვიჩვენებს ვინ არის საუკეთესო პრეტენდენტი. აქ მნიშვნელოვანი აღინიშნოს რომ ორეტაპიან ტენდერშიც გამოჩნდება მხოლოდ საუკეთესო ქულის მქონე მონაწილე პრეტენდენტი და ამის იქით არ ვიცით ვინ არის მონაწილეობს თუ ვინ მონაწილეობს და რა აქვს შემოთავაზებული და აქაც საბოლოო სახე ან მთლიანად ინფორმაცია ყველა პრეტენდენტის შესახებ უკვე საჯარო გახდება, როდესაც დაიდება კონტრაქტი. ასევე გვაქვს ტენდერი ეგრეთ წოდებული ელექტრონული სპეციალური სამშენებლო სამუშაოებისთვის შექმნილი ელექტრონული ტენდერი, მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოიყენება. აქ მისი არსი არის ის, რომ ძირითადი დროის დამთავრების შემდეგ საჯარო ხდება ვინაობა და თქვათ ტექნიკური წინადადებები პრეტენდენტებისა და საუკეთესოსი შეფასების შემდეგ, როდესაც შეაფასებს შემწყიდველი ამ ყველა პრეტენდენტს უკვე გამოაჩენს საჯარო გახდება მხოლოდ საუკეთესო დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი. დანარჩენის ფასები იქნება დახურული სანამ ტენდერი არ გავა ბოლომდე. გვაქვს აგრეთვე ტენდერი პრეკვალიფიკაციით, რაც გულისხმობს რომ ჩატარდება როგორც პატენდერში არის ასეთივე რევერსული აუქციონი, ოღონდ იმ განსხვავებით რომ რევერსულ აუქციონში მიიღებენ მხოლოდ კვალიფიციური, რომელსაც წინასწარ გაცხილავს შემწყიდველი ორგანიზაცია, კვალიფიციური მიმწოდებლები და უკვე ისინი ივაჭრებენ მხოლოდ და მხოლოდ. გვაქვს ასევე სხვა განსხვავებული ელექტრონული მოდულები, რომლებიც არ არის სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, თუმცა ამ ელექტრონული სერვისებით სარგებლობენ როგორც სახელმწიფო შემწყიდველები, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს და როგორც აღვნიშნეთ უკვე დონორების სახსრებით განხორციელებული შესყიდვებიც აქ პროცედურები ბუნებრივია განსხვავდება ვიდრე სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შემთხვევაში და უბრალოდ არის ჩვენ სისტემაში ეს მოდულები და ვინც მიჩვეულია სისტემაში მუშაობას, ბევრად უადვილდება სხვა მოდულებში მუშაობას და სხვა შესყიდვებში მონაწილეობაც. მინდა წარმოგიდგინოთ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში შედარებით ახალი ფუნქციონალები და სერვისები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ როგორ მუშაობს, ეს ძირითადად განკუთვნილია ამ შემთხვევაში შემწყიდველი ორგანიზაციებისთვის და მოდი გავიაროთ რაზეა საუბარი, რა სერვისებზე გვაქვს ლაპარაკი. მაგალითისათვის ჩვენ გვაქვს ელექტრონული სერვისი შემოსავლების სამსახურთან, რის გამოყენებითაც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ
ჩვენს შესყიდვაში მონაწილე ბიზნეს სუბიექტებს აქვთ თუ არა ბიუჯეტის წინაშე დავალიანება და ასევე არიან თუ არა DRG-ს გადამხდელები. ამას ადრე ეს ხდებოდა ადრე გამოთხოვით დოკუმენტებისა, რაზეც ბევრი რესურსი იხარჯებოდა როგორც შემსყიდველის მხრიდან, ასევე მიმწოდებლის მხრიდან და ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად ხო, აქ ერთი რემარკაა, რომ ეს მხოლოდ შეუძლია შემსყიდველს საკუთარი შესყიდვის ფარგლებში შერჩევა შეფასებიდან სტატუსიდან დაწყებული ხელშეკრულების დადებამდე შეუძლია შეამოწმოს DRG და ბიუჯეტის წინაშე დავალიანება. ეს ხდება ესე ვირჩევთ ერთ-ერთ პრეტენდენტს, ვისი შემოწმებაც გვინდა, ვაჭერთ მონაცემების განახლებას, აქ ადრე გაკეთებული აქვს უკვე სატესტო სისტემაში და უკვე მოდის ინფორმაცია, რომ ბიუჯეტის წინაშე დავალიანება არა გვაქვს, DRG-ს გადამხდელი კი არის. სისტემა ინახავს ორ ჩანაწერს, სულ პირველად როგორც როცა კი გამოვიყენეთ ეს სერვისი, ის მუდმივად რჩება და მერე სულ ბოლოს როცა გამოვიყენეთ. ანუ ორ ჩანაწერს ინახავს და მნიშვნელოვანია რომ ეს გამოვიყენოთ, რადგანაც ძალიან ბევრ რესურსს დაგვიზოგავს. შემდეგი რისი აღნიშვნაც მინდოდა სიახლეებიდან ეგრეთ წოდებულ CMR მოდულში გამარტივებული შესყიდვებისას, როდესაც ვიწყებთ ახალი ჩანაწერის შექმნას, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ აი საფუძვლები უნდა დაემთხვეს ელექტრონულ გეგმაში შესაბამის საფუძვლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა არ დაგვარეგისტრირებინებს აი ამ CMR ჩანაწერს. ეს მნიშვნელოვანი არის. ასევე ესეც სიახლეა, რომ თითეული CMR ჩანაწერისას აუცილებლად უნდა მიუთითოთ, რომ ეს არის უწყვეტი ხელშეკრულება, წლიური თუ მრავალწლიანი. ამის არასწორად მითითება გამოიწვევს, შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები ვალდებულების უკვე ხაზინის პროგრამაში ითრეჟარეში დარეგისტრებისას, ანუ ესეც ზუსტად უნდა გავაკეთოთ. ასევე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი კიდევ უკვე თუ CMR ხელშეკრულებაში შესყიდვა ხდება არაერთგვაროვანი ობიექტებისა, ანუ განსხვავებული CPV კოდებით, მაშინ უკვე აუცილებლად უნდა მიუთითოთ თითეულის ფასი. მაგალითისთვის თუ ხელშეკრულების ღირებულება 6900 ლარი და გვაქვს 3 განსხვავებული CPV კოდი, თითეულს უნდა მიუთითოთ ფასი და მათი ჯამი უნდა დაემთხვეს ბუნებრივია სახელშეკრულებო ღირებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დავარეგისტრირებთ აი ამ CMR ჩანაწერს. ასევე ბოლოს მინდა მოგახსენოთ ძალიან მნიშვნელოვანი მოდული, ეს არის უკვე კონსოლიდირებული ტენდერების შესახებ ახალი მოდული, სადაც შეგვიძლია ახლა მოვძებნოთ. ეს არის კონსოლიდირებული შესყიდვა, კონსოლიდირებული ტენდერი და უკვე აი ამ მოდულის დანერგვიდან პირველ რიგში რა თქმა უნდა მოვძებნოთ რომელი კონსოლიდირებული ტენდერი გვაინტერესებს და ჩვენი მშვენიერი ძებნის ველების საშუალებით მოვძებნით ჩვენთვის სასურველ და საჭირო შესყიდვას კონსოლიდირებულს. გადავდივართ გამარჯვებულზე. შეიძლება მოგეხსენებათ კონსოლიდირებულ ტენდერებში იყოს ერთი ან რამოდენიმე გამარჯვებული, აი ამ მაგალითში ყავს ორი გამარჯვებული, შემსყიდველი ორგანიზაცია ირჩევს რომელ გამარჯვებულთან სურს გაფორმება კონტრაქტი, შეუძლია ორივესთანაც გარკვეულ შემთხვევებში და იწყებს ახალი ხელშეკრულების რეგისტრაციას აქვე. ადრე ამ ყველაფერს თვითავდნენ უკვე CMR მოდულში. აქვე შეყავს ეს ინფორმაცია, იწყებს შეტანას. შემდეგ, როდესაც უკვე პროექტის სახით არის ეს უკვე შედგენილი, როდესაც შეიყვანს დანარჩენ საჭირო ინფორმაციას, შესაბამის დოკუმენტს ატვირთავს, ბიუჯეტს მიუთითებს და შეავსებს ყველა საჭირო ველს, შეუძლია უკვე დაარეგისტრიროს ესენი პროექტები, როგორც ხედავთ და უკვე არის შემდეგ დარეგისტრირებული ხელშეკრულებები. ახლა სპეციალურად გავაკეთეთ სამივე მაგალითი, ერთი არის მიმდინარე ხელშეკრულება დარეგისტრირებული, მეორე შესრულებული და მესამე შეუსრულებელი ხელშეკრულება. თუმცა აქ ხედავთ, რომ შეუსრულებელსა და უკვე შესრულებულს აი აქ აღარა აქვს რედაქტირების საშუალება და თითქოს არ ვიცით საწავიდა ეს ინფორმაცია. აქ ძალიან დაგვეხმარება უკვე თვითონ კონსოლიდირებულ ტენდერებში ძებნის მოდული. აქ კლასიკურად ყველა შემსყიდველისთვის და
ყველა მომხმარებლისთვის აქვს ზებნა ჩემს ჩანაწელებში, სადაც შემიძლია მოვძებნო და აი ჩემი შესყიდვები, ჩემი კონტრაქტები, ეს 26-ე კონსოლიდებული ტენდერი იყო, აი ეს არის უკვე რომელიც შეუსრულებელი, ეს არის შესრულებული და უკვე შიგნით შესვლისას ეს მხოლოდ ვიზუალია, აქ ვერაფერს ვერ ვცვლით, ეს არის უბრალოდ ინფორმაცია, აი ეს არის უკვე დეტალური ინფორმაცია ამ ჩვენი კონსოლიდირებული ხელშეკრულების შესახებ, აქვე აისახება გადახდები, ფაქტობრივი გადახდები, თუ გადახდა ხდება სახელმწიფო ხაზინიდან ავტომატურად წამოვა, ხოლო ეს ავტომატურად აისახება გადახდები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გარკვეულ შემსყიდველებს აქვთ აი ამის ავტორიზაცია და საკუთარი სახსრებით თუ აკეთებენ ანაზღაურებას, შეუძლიათ უკვე თვითონ ხელით განახორციელონ, თვითონ ასახონ ეს გადახდები უკვე სისტემაში. სულ ეს იყო სახელმწიფო შესყიდვების ტელეკურსი ამით დამთავრებულია. უახლოეს მომავალში ჩატარდება ტესტირება და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.